მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. და ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილები. მოდი სხვადასხვა დასტით გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. სრულებზე ეს დასტა არასდროს გამომიყენებია, მაგრამ იყოს მესამე ვარიანტი. მოდი ასე კარგი ადგანაც მეორე დავარქეთ ასე. პირველი, მეორე, მესამე. პირველი ვარიანტი ეს სელენიტის კოშკი. მეორე ვარიანტი ეს პირამიდა და მესამე ვარიანტი გავაკეთოთ დრაკონის კვერცხი. პირველი, მეორე, მესამე და შეგვიძლია დავაპაუზოთ, თუ ვერ ავირჩიეთ და ხუჭოთ თვალები, შემდეგ რომელიც მიგვიზიდავს, გაკეთეთ კონცენტრაცია. მე დავიწყებ პირველი ვარიანტი, ვინც ერჩია სელენიტი, მეც მინდოდა ჩაფიქრება. კარგით. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. აქ სურვილთან დაკავშირებით ეთყობა ძალიან გულიგრძღებად რაღაცა რომ არ სრულდება, მაგრამ მე პირდაპირ გეტყოდით, რომ თითქოს ეს უკვე დღის წესრიგში დგას, რომ აი უკვე უნდა ასრულდეს ეს სურვილი. აქ არის ისეთი ვარიანტი, რომ კი ბატონო, აქ დრო არის საჭირო, მთლად ესე არ იქნება, რომ ხოპ და წახვიდეთ დაისრულოთ ეგ სურვილი, ან შეიძინოთ რამე ან რაღაცა, ცოტა არის დრო საჭირო. თუმცა მაინც ესე გამოდის საბოლოო ჯამში, მე გეტყოდით, რომ ეს სურვილი ასრულდება, გადაწყდება რაც გინდა, ძალიან გაგეხარდებათ და ძალიან კარგი დასასრულიც ექნება ამ ყველაფერს. პირველი ვარიანტისთვის ეს იყო. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ეს ლოტოსის პირამიდა. ნახოთ. აქ პირდაპირ არის ის პოზიცია, რომ არ იცით როგორ მოიქცეთ. კარგი, მნახე. მაგრამ ნახეთ, თუ მოინდომებთ, გამოდის, რომ აქ მე ისეთი ადამიანი პიროვნება ფიქსირდება, თუ მას ენდომება ეგ საქმე გამოვა. ანუ გამოდივათ, ხო? უბრალოდ არის გარკვეული შიშები და არის რაღაც დაბრკოლება რა, ამიტომ ის დაბრკოლება. აი ხომ კუდრეთი დაღდგომა გინდათ? თუ ან ვიღაცის ეს რაღაცა ძალიან ისეთი საქმე, რომ ალბათ რომ არავინ იფიქრებდა, რომ ეს გაკეთდებოდა, ან გამოვიდოდა, ან ძალიან დავიწყებული თემა. თითქოს მეორე ვარიანტთან ესე გამოდის. ან უბრალოდ ესე შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხნის მანძილზე მაინც ასე გამოდის, ხო არ გამოდიოდა კიდევ ეს თემა, მაგრამ
აქ რა ხდება? ცოტა ჩუმად თუ რაღაცა ესე გიფიქსირდებათ და ეს სიჩუმე საჭირო არის. არ არის საჭირო მთლად ესე სიჩუმე ყოფნა, ხო? აქ მიფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ეგ გამოვა ეგ თემა. გამოსვლით გამოგივათ, მაგრამ გამოსვლით გამოგივათ, მაგრამ რაც ცოტა ისეთი საკითხია, შეიძლება თან რაღაცა ითხოვთ თქვენ არ გონიათ, ხო? ხანდახან არის ხალხნო, რომ რაღაცას ითხოვ, გინდა გაკეთდეს და არ გამოდის. ამისთვის ყველაფერს აკეთებ, იმსახურებ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ არ გეძლევა რაღაცის გამო. ნახეთ, ბევრმა ადამიანმა სურვილის ჩაფიქრებაც არ იცის და თავშად თავის თავს რას უსურვებს, ისიც არ იცის. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, ძალიანაც არ გაგიკვირდეთ. ვიცი რომ უკვე წამოვიდა წინააღობა, ვიგრძენი, მაგრამ თუნდაც ავიღოთ ერთი მომენტი. ვიღაცა შვილი არ უჩდება. დავუშვათ და ეს ბავშვი ეხლა ხო არ გეძლევა რაღაცის გამო. ესე იგი ასე არის საჭირო, რატომღაც ჩვენს ცხოვრებაში აქ მე მანდამაინ ჯადოზე და იმაზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება უბრალოდ არ გეძლევა რაღაცის გამო. და აქ ჭირდება უკვე მაგ ყველაფერს დაკვირვება. შეიძლება ისეთი იზრდება ის შვილი, ცხოვრება გაგიმწაროს სიტყვაზე და შენი მფარველი ძალები ამას არ უშვებს. ან უბრალოდ ჯერ არ ხარ მაგ პოზიციაზე, ან ვიღაცა შეიძლება მშობიარობას გადაყვეს. ან მე კი არ გაშინებთ, მაგრამ 1000-ნაირი მაგალითი არის ასეთი, ხო? რაღაცა ძალა, ანუ იმიტაპზე ჯერ არა. ყველაფერს რაღაც თავისი დრო აქვს, ხო? ასევე შესაძლებელია რამე სურვილი გქონდეთ და კიდევ სხვა ახლა შვილი ისე მომიყვანე, მაგრამ აი არ გამოდის, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეს რო გააკეთოთ, შეიძლება ხარჯი მეტი იყოს, შეიძლება რაღაც გათვლა არასწორად გამოვიდეს, ან თქვენთვის სასარგებლის მომტანი არ იყოს, თქვენ კი ხედავთ ასე, მაგრამ არის ადამიანი რაღაცას ითხოვს, აუსრულდება სურვილი და მერე როგორ არის, იცით, რა მინდოდა, რატო ვითხოვ, ესეთი რაღაცა ხდება, ხო? ამიტომ ხანდახან არის, რომ შენი მფარველი ანგელოზები, მაღალი ძალები რაღაცა ისეთნაირად არ უშვებს იმას, რომ ეს საქმე გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში აქ გამოგდით თქვენ ის, მაგრამ არ ვიცი, და მიცვალებულის გაცოცხლება თუ გინდათ, ეს არ გააკეთოთ. იმიტომ რომ კი არსებობს მასეთი რიტუალებიც, ეხლა ძალიან გაბუქებულად ვსაუბრობ, მართლა მიცვალებულზე ხო არ არის საუბარი, მაგრამ ანუ შეიძლება, ესეც შეიძლება, მაგრამ იქედან ვინ დაბრუნდება, რა დაბრუნდება, უკვე ის ადამიანი არ დაბრუნდება. ის არის. შეიძლება ნახეთ, გააცოცხლოთ რაღაცა, მაგრამ ის მაინც არ იქნება. ვერც იმ წელში ვერ დაბრუნდებით, რაღაცა ნოსტალგია თუ გაქვთ, კარგი იყო, ვიცი. რაღაცა პერიოდი, ესეთი ის კარგი რას მოგიტან. თავის დაცვა ერთი ავიცი რას მოგიტანთ. ანუ სწორად ვამბობ მე.
თავის ტკივილის მეძარბეზე არ მოგიტანთ თქვენ რაღაც არის ეს გადაწყვეტილება. კარგი. ძალიან ბევრი კამათით შეგხვდებათ. ფინანსური ზედმეტი ხარჯით შეგხვდებათ. რა ვიცი რა. მოკვდენით არ მოკვდებით, მაგრამ აქ ბევრი ბრძოლა დაგჭირდებათ. შეიძლება, ვიცი, ნახეთ, შეიძლება თუ სამსახურია არ მოხდეთ ისეთ ხალხში, ამტანი, თუ სამეზობლოა ისეთ ხალხში, თუ ახლობლები რაღაცები ხდება აქ ისეთი დავყოფილდი კიდე ნახოთ. აქ მე ასე გეტყოდით ამ საქმის დასაწყებად ანაიღეთ კურთხევა თუ მოძღვარი გყავთ რა ესეთი თუ არის ან გააკეთეთ წარმატების რიტუალი ან გააკეთეთ წმენდა თუ გჭირდება ეგეც მარტო წარმატების რიტუალი აქვს ეხლა რიტუალი ნეკრომაგია რას მოგიტანთ წარმატების რიტუალი არაფერს ხო აი ესეთ რაღაცები გააკეთეთ და მერე დაიწყეთ ეს საქმე არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს გააკეთეთ და მერე გამოვა ხო მერე გამოგივათ ეს უფრო კარგად აქ კი მერე გამოგივათ მანამდე შეიძლება როგორი რაღაც იყოს იცით ან ჯანმრთელობა დაგიზიანდეთ ან ისეთი შელაპარაკება მოხდეს რომ რა ვიცი ძალიან ძლიერი სამკვდრო სასიცოცხლო თემები დადგეს წინ შეიძლება ვიცი კიდე იქ კამათი ნუ უკვე თქვი ხო თქვი აი ეს ვარიანტი ამიტომ არ ვიცი ვის რა ჩანაფიქრი გაქვთ მაგრამ ეგ საქმე თუ გინდათ გამოვიდეთ ჯერ გარკვეთ დიაგნოსტიკაში რა ხდება ვისთვისაც რეზონინდა მეორე ვარიანტში დიაგნოსტიკა არის ოღონდ აქ მთელი ნეგატივი უნდა მოიძებნოს საიდან გამოდის აქ თქვენ ის რა ქვია ასლარიანი დიაგნოსტიკა და ეს არ გეყოფათ და გაასუფთავოთ ეს ყველაფერი მოაწესრიგოთ თუ წარმატება გჭირდებათ წარმატების რიტუალი გააკეთოთ ხალხი თუ გჭირდებათ აქ გამოჩნდება რა საკითხია ხალხის კეთილგანწყობის რიტუალი არსებობს და მერე შევდგეთ ამ საქმეს ისე მესამე ვარიანტი დრაკონი ვინც ჩაიფიქრეთ მესამე ვარიანტი თქვენი ჩაფიქრებული აქ შეტყობინება გიფიქსირდებათ პირდაპირ თუ კი ელოდებით, ვარ ელოდებით, მაინც მოდის შეტყობინება შეიძლება არ ელოდებით, მაგრამ ეს არის ნიშანი, რის შემდეგაც მიხვდებით, რომ სურვილი ასრულდება. კი ბატონო, არის აქ ასრულება, მიიღებთ ამ სურვილს, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ აქ გეხმარება ან თქვენი ოჯახის წევრები, ან შესაძლებელია ხა არ ყავთ ოჯახის წევრები, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცაც, რომ აი თქვენს თუნდაც არ ყავთ და გარდაცვლილები არიან, მაინც რაღაც მისი სული ითხოვდეს საკითხის მოგვარებას ან გეხმარებოდეთ. გაიგეთ? ამიტომ
ეს სურვილი ნამდვილად ასრულებადი არის აქ და შეესრულებათ მესამესთან ყველაფერი კარგად დალაგდა და ფიქსირდა. იმედია გამოგაგდებათ ეს ინფორმაციები და გამშვიდობებით.